გამარჯობა, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. ამ წუთებში გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი იწყება, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით. საქართველოს პროკურატურა კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და კანონიერი ქურდისათვის მიმართვის ფაქტებზე 53 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა ქურდული სამყაროს წევრები, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში ჩართულ პირებთან ერთად მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე, როგორც საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების დავალებით, ისე დამოუკიდებლად სისტემატურად აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს განიხილავდნენ. ასევე მოქალაქეებს ძალავდნენ თანხებს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ კანონიერმა ქურდმა ქურდული სამყაროს წევრებს და მხარდამჭერებს დაავალა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ ეგრეთ წოდებული ქურდული გადაწყვეტილება აღესრულებინათ, რაც მის მიმართ სადამჟელო მოქმედებებს ითვალისწინებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებისათვის გახსნილი ცეცხლის საპასუხო ღონისძიების შედეგად ლიკვიდირებულმა ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერმა მირზა ალიევმა ქურდულ საერთოში გადასახდელი თანხის შემცირების მიზნით კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა. საკითხის მოსაგვარებლად ქურდული სამყაროს წევრების მონაწილეობით გაიმართა მოლაპარაკებები და გარჩევები. აღნიშნულ პერიოდში მირზა ალიევმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს ფინანსური დახმარება აღმოუჩინა. ქურდული გარჩევის გზით საბოლოოდ მიღწეულ იქნა შეთანხმება, რის სანაცვლოდაც ქურდულ სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერმა მირზა ალიევმა კრიმინალურ ავტორიტეტებს 6000 ამერიკული დოლარი გადასცა. ბრალდებულებისგან 34 პირი სამართალდამცველებმა ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს, 7 პირს ბრალდება დაუსწრებლად, ხოლო 3 პირს ბრალდება პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინათ. ბრალდებულებს ბრალდება ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის, კანონიერი ქურდისათვის და ქურდული სამყაროს წევრისათვის მიმართვის ცეცხლსროლ იარაღის მართსაწინააღმდეგოდ შეძენა შენახვის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახით და ზომად 15 წლამდე თავისუფლების საქმეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთ ბრალდებულს, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა, საპატიმრო გირაო შეეფარდა. ბრალდებულების ნაწილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს. მადლობა ყურადღებისთვის. კონსპენდით ბრიფინგს გენერალურ პროკურატურაში. თაღლითობის და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სუსმა 2 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ერთმა ბრალდებულმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, ასევე სხვა საკურორტო ზონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაცემისა და ნებართვის გარეშე მშენებლობის დაპირებისთვის თანხა ქრთამის სახით აიღო. მეორე პირი კი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დააკავებული. საქმეზე ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გაიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რომელსაც მირიან გორგოძე დაესწრო. გამოძიების მე დეტალს მისგან გავიგებთ. მირიან ეთერში ხარ. დიახ, საუბარია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დაკავების, უკანონოდ გასხვისებისა და ასევე მშენებლობის შემთხვევებზე, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე წუთის წინ განაცხადეს ანტიკორუფციული სააგენტო, ამ მიმართულებით განსაკუთრებით ინტენსიურ რეჟიმში ემუშავებს, რომ ამ ტიპის დანაშაულებების გამოვლენა და პრევენცია მოხდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი საუბარია იმის შესახებ, რომ დაბა ბახმაროში სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში უკანონოდ გადაცემისა და ამავე ტერიტორიაზე კოტეჯის მშენებლობის გამო ამავე ტერიტორიაზე კოტეჯების უკანონო მშენებლობაში ჩართულმა პირმა ერთ-ერთ მოქალაქეს 11000 ამერიკული დოლარის გადახდა მოთხოვა. ამ თანხიდან მან წინასწარ 7000 დოლარის გადაცემა მოითხოვა იმის სანაცვლოდ, რომ მოხდებოდა სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე კოტეჯის უკანონო მშენებლობა და შესაბამისად
გაცა დაპირება, რომ მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურების მხრიდან მოქალაქეს პრობლემა არ შეექმნებოდა. აღნიშნული თანხის მიღების შემდეგ ბრალდებული შეხვდა გამოძიების მასალების მიხედვით IP კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილეს, რომელმაც ასევე გამოძიების ცნობით წინასწარ იცოდა დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ და შესაბამისად ბრალდებულმა პირმა კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილეს უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ გარკვეული თანხის გადაცემა შესთავაზა, თუმცა გამოძიების მასალების მიხედვით ირკვევა, რომ კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილემ ახალი და გარკვეული გარემოებების გამო თანხის აღება ვერ გაბედა, თუმცა დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ არც სამართალდამცავ ორგანოების წარმომადგენლებს შეატყობინა. საქმეზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე არის ჩატარდა საგამოძიებო მფარველი მოქმედებები, რომელშიც თავის მხრივ ასახული არის დანაშაულებრივი ქმედებების ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები. სახელმწიფო მიწაზე $6,500 მითხარ, ჩემი მასალით შენ მითხარი ყველაფერში ადვე ჩემ მე ვარ პასუხისმგებელი. რა შეიცვალა მიხნე ამ მოხდა რა იქ. აქ ყველაფერი იცვლება ვაფშე. მიზეზი რა? მიზეზი არის ადგილი აღარად დასკეპსების სახლი რომ დადგა. აგ ეს ჩვენ რაზე საუბრობთ მაგ მიწაზე. მაგი სახელმწიფო მიწა ხომა? კი ბატონო. კაცი შვილი შეგაწუხებს მე რომ გეუბნების, ყველაფერს ფული ჭირდება მცხოვრებაში. როცა პირობითად ვიხდიდი 5 თუ 7, ახლა გახადეს 15. მაგენი. მაგ რამდენი კვადრატზე შევთანხმდით? 110 კვადრატი იქნება ჩემი. კი ბატონო. დოლარზე რამდენი იქნება მაგი? ესე იგი 5 შედამხედველობის ამბავის ეს მოგვარდეს. ესე იგი გამოგივდა $11,000. კი ბატონო. ჯამში რამდენია სულ? 11,000 მაგი გამოგივიდა. იუნეს $11,000 დაიდება მიწა, მაგის ალაგება და ის ნახავისო მაგის. აი არ არის რაღაცა კაპიკებზე საუბარი და კაპიკებზე არ არის, მაგრამ აქ არის ფეჯუჟენია. პრობლემა აგეთ არავის. ხო. შენ რამე ზედმეტად შეგეხება მაგის შენ მოგვარებ მაგ საქმეს მე მოგვარ. კი ბატონო. რაც თავარია ხო ფულის თემას გეტყვი აგეთმა. მაქსიმუმ 4 შაბათს არ გადავაცილებ. ფულის თემა პირველი მეიდან მიწის ფულს. მიწის ფულს მეიდან პირველი. მე რასაც მეტყვი თუ იმ ხალხზე ახლავეა მისატანი არა, საფიქრალზე არ არის, რაც საჭიროა. ყველაფერდება შენ საფიქრალი არა. ყველა დღე იცვლება ყველაფერი. ბატონო, მე ახლა გეტყვი ჩემს და შენი აზრით მომაწოდებმა. მე სამშაბათს აგერ რუსიკაცის ისმენს სამშაბათსან 4 შაბათს არ გადაგიცილებ და გირეკავ მე თქვი ძმაო რომ ფული ამდენია საჭირო. მაგ ფულში მე რამდენადაც მახსოვს $11,000-ია საუბარი. რეალობაში მასე იყო, მაგრამ ახლა ამ ეტაპზე ფული უნდა იქნება, მე რაფერ დალაგდება, იმის დამეხეთ უნდა გადაწყვეტოს მე დანარჩენი. პიონერზე. 6,000 მიწას უნდა. ხო და დასტაჭირდება მაზროვასთან ახალ ეკეთება. მაგ ყველაფერში შენი თანხაც ხომ შედის? ჩემი თანხაც შეუყვანო გავას $1,000. თვათ ჯამში. ხო. 110 კვადრატი. კი ბატონო. და დარჩება მე მოსაგვარებელი დვიჟენია მარტო. ზევით ვინმესან? ხო. დანარჩენი ძმო, ვინ ჩასაყენებელია საქმის ხუბში, შენ ჩააგენე? შენ მიწა იდე. ტოლბაა მეიდანეს, ტოლბის ასობას კაკიას მე უკასთან შეგეხოს ტოლბის ასობაზე. მაგას მოგაგვარებიებ და დანარჩენი უკვე ველოდოთ ეს 10 დღეა 15 რაც იქნება. კი ბატონო. და გამოჩნდება ვის რა არის მისაცემი, ვის რა არის ასართმები. ხში მითხარით $11,000, მე აგერა მოგიტანე $7,000. მაგაში შედის მიწა ის ნახაზის გაკეთება და ჩემი მომსახურება რაც არის 2 3 4 5 6 7 8 9 ჯამში $7,000. ჩვენი გაზი იყო სამოსული. მე ფული ჩამეიდანა. მე დამეტია ფული. კი უთხარ შეიძლება უსწრაფოდ დაიწყებ მე. მე შევხედოთ მე ვორე ახალი მომადგილეები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, რომ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც თავის მხრივ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობას გულისხმობს და ასევე დანაშაულების შეუტყობინებლობასაც გულისხმობს. ეს ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები და თავის მხრივ სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაბა ბახმაროში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში უკანონოდ გადაცემისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე კოტეჯების მშენებლობის სანაცვლოდ ამავე ტერიტორიაზე კოტეჯების უკანონო მშენებლობაში ჩართულმა ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს 11,000 აშშ დოლარი მოსთხოვა. აღნიშნული თანხიდან მოითხოვა 7,000 აშშ დოლარის წინასწარ გადაცემა. მისი დაპირებით, თანხის გადაცემის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე კოტეჯის უკანონოდ აშენება, რის გამოც როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მისი დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან მოქალაქეს პრობლემა არ შეექმნებოდა. 2025 წლის 6 ნოემბერს მოთხოვნის შესაბამისად 11,000 აშშ დოლარიდან მოქალაქემ ბრალდებულს წინასწარ გადასცა 7,000 აშშ დოლარი. თანხის გადაცემის შემდეგ ბრალდებული შეხვდა IP კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილეს, რომელიც საქმის კურსში იყო დანაშაულებრივი ქმედების შესახებ. მას შესთავაზა კურორტის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ თანხის ნაწილის გადაცემა, თუმცა IP კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილემ ვეღარ გაბედა თანხის აღება, მიზეზად კი ბრალდებულს ახალი ხელმძღვანელობა, მუნიციპალიტეტის ახალი მერი და მისი მოადგილეები დაუსახელა. მასთან დაშორების შემდეგ IP კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილემ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა მისთვის ცნობილი მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ. საქმეზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებულია ფარული საგამოძიებო მოქმედებები და მოპოვებულია დანაშაულის ჩადენის ამსახველი აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები. და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ანალოგიური დანაშაულების გამოვლენას და პრევენციას და ამავე დროს სამსახური მოუწოდებს ყველა იმ მოქალაქეს, ვინც აპირებს საკურორტო ზონებში თუ სხვა ნებისმიერ ტერიტორიაზე სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ მისაკუთრებას ან უკანონო მშენებლობების წარმოებას თუ მსგავს ქმედებებს უარი თქვან დანაშაულებრივი ქმედებების აღსრულებაზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, მოხდება სრული სიმკაცრით კანონის აღსრულება. მადლობა მირიან, თქვენ უსმენდით მირიან გორგოძეს. სკანდალური წერილი და ევროკავშირის ელჩის აღიარება. პაվել ჰერჩინსკი ადასტურებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის განცხადებამდე 5 თვით ადრე თავად მიიღეს. რუსთავი 2-მა ექსკლუზიურად მოიპოვა პაվել ჰერჩინსკის წერილი, რომლის ადრესატიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროა და რომელშიც საუბარია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რამდენიმე პროექტის შეჩერებაზე. ელჩი კონკრეტული ვადის მითითებით აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნის მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე. ქართული ოცნების შეფასებით ეს წერილი თავდაყირა აყენებს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ მთელს იმ ისტორიულ კამპანიას, რომლითაც ევროკავშირი თვეები ამტკიცებდა, რომ საქართველომ თავად თქვა უარი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე. ნანა გოგატაძე განავრცობს თემას ახლა პირდაპირ ეთერში, ნანა გისმენთ. ევროკავშირის ელჩის პაվել ჰერჩინსკის წერილის ადრესატი არის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ეს წერილი, რომელიც კურიერმა მოიპოვა 5 ნოემბრით თარიღდება, მასში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს შეუჩერდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ კონკრეტულ რეგიონულ პროგრამებში მონაწილეობის მიღება, თუმცა წერილს თან ახლავს განმარტება, სადაც პაվել ჰერჩინსკი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა 2024 წლის 27 ივნის ევროპული საბჭოს მიერ მიღებული დასკვნების საფუძველზე.
საქართველოში შექმნილი განსაკუთრებული გარემოებების გამო და 2024 წლის 27 ივნისის ევროკავშირის საბჭოს დასკვნების შესაბამისად, რამაც დე-ფაქტო შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, გაცნობებთ, რომ შეჩერებულია საქართველოს მონაწილეობა უსაფრთხოებისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ შემდეგ რეგიონულ პროექტებში. ეს წერილი, რომელიც კურიერმა მოიპოვა მართველი გუნდისთვის, არის მორიგი დასტური და აღიარება იმისა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი თავად ბრიუსელმა შეუჩერა და არა საქართველოს ხელისუფლებამ ან მთავრობის მეთაურის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს გაკეთებულმა განცხადებამ, რაზეც ბოლო პერიოდის განმავლობაში, ბოლო 1 წლის განმავლობაში პრინციპში საუბრობდნენ ერთის მხრივ ოპოზიციონელი ლიდერები, მეორეს მხრივ კი თავად ევროპელი ლიდერები ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ კითხვის ნიშნები უკვე აღარ არსებობს და მართველი გუნდის წარმომადგენლები ახლა ინტერესდებიან იმით გააპროტესტებენ თუ არა ბრიუსელის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რუსთაველზე მდგარი აქციის მონაწილეები. სკანდალური წერილია, სადაც ევროკავშირის ელჩი ადასტურებს, რომ არა ირაკლი კობახიძის განცხადებით, არამედ 5 თვით ადრე თავად ევროკავშირის გადაწყვეტილებით იყო შეჩერებული საქართველოს გაწევრიანების საკითხი. აი ამ წერილის მიხედვით მაინტერესებს გააპროტესტებენ თუ არა რუსთაველზე მდგომი რამდენიმე ათეული ადამიანი ევროკავშირის გადაწყვეტილებას და მოიხდიან თუ არა ბოდიშს იმის გამო, რომ სრულებით უსამართლოდ ადანაშაულებდნენ ქართული ოცნების ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაში. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ევროკავშირის ელჩის წერილში საუბარი არის იმ პროგრამის შეჩერებაზე, ორგანიზებულ დანაშაულს გულისხმობს, რომელშიც საქართველოს განსაკუთრებით წარმატებული მოკავშირე იყო ევროკავშირის თუ დასავლელი ჩვენი პარტნიორების და როდესაც ამგვარი პროგრამის შეჩერებაზე საუბრობ, რა თქმა უნდა, იქ მიზნებიც უკვე ნათელია. თავისთავად დაველოდებით მომენტს, როდესაც ევროკავშირის რეალური მიზანი გახდება გაფართოება, არათუ ამ გაფართოების ideit სხვადასხვა ქვეყნების მიმართ კონკრეტული შანტაჟი. ის განწყობა და დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვაცხადებდით, რომ გახსენით მოლაპარაკება და ვაწერთ ხელს, ეს განწყობა იყო ძალაში და რჩება ძალაში, მაგრამ ის რომ ევროკავშირი რეალურად არ გეგმავდა გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით რეალური ნაბიჯების გადადგმას, ეს ამ წერილით რეალურად გამოვლინდა და გამოვლინდა ის, რომ ეს ყველაფერი იყო სრული ფარსი და ბლეფი. და ეს ემსახურებოდა საქართველოში იმ პროცესების, იმ პოლიტიკური პროცესების დაწყებას, რომელიც მიზნად ისახავდა არჩევნების გარეშე საქართველოში ძალადობრივი გზით ხელისუფლების ცვლილებას და შემდგომში უკვე ისეთი პოლიტიკური ძალის მოყვანას საქართველოს ხელისუფლებაში, რომელიც ძირითადად იქნებოდა მათი დავალებების შემსრულებელი. კურიერის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ წერილში ევროკავშირის წარმომადგენლობა პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა 2024 წლის 27 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული დასკვნების საფუძველზე და არა 5 თვის შემდგომ პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების გამო. მადლობა ნანა, კურიერის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ წერილზე ისაუბრა ნანა გოგადაძე. სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ბრალდებულ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. პროკურატურა ლელოს ლიდერების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318 მუხლის პირველი ნაწილით წარადგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს. ასევე დღეს გახდება ცნობილი დანარჩენი დაკავებულების წინა სასამართლოს ხდომის თარიღი. საბოტაჟის უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების. ასევე ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ ბრალი სულ 8 ოპოზიციონერს: მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ზურაბ ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას წარუდგინა. ნიკა ალელიშვილი უერთდება კურიერის პირდაპირ ეთერს და ის გვეტყვის, რა განცხადებები გაკეთდა ბრალდებული პოლიტიკოსების პარტიებში.
დიახ, მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან გია ბარამიძე იყო დღეს კიდევ ერთი პოლიტიკოსი, რომელმაც დაადასტურა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის პარტიის წევრები უცხოელებთან მუშაობდნენ ქართული ოცნების წევრების დასანქცირების საკითხზე. პარალელურად გიორგი ბარამიძე ამბობს იმას, რომ მიუხედავად სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა, ნაციონალური მოძრაობა მომავალშიც გააგრძელებს ამ საკითხზე მუშაობას უცხო ქვეყნებთან და პარტნიორებთან, როგორც თავად აცხადებენ, ამ საკითხზე მუშაობა არ შეწყდება. რაც შეეხება ხაზარაძე ჯაფარიძის გუნდს. ლელოს წევრები წაყენებული ბრალის შინაარსზე არ საუბრობენ, ისინი ამტკიცებენ, რომ ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებენ, რომ წარდგენილი ბრალდება ჯაფარიძისა და ხაზარაძის მიმართ არის უსაფუძვლო და აბსურდული. სასაცილო არის, როდესაც უსმენ ამ ბრალს მამუკა ხაზარაძის და ბატონ ჯაფარიძის მიმართ წარდგენას. ისე როგორც სხვა კოლეგების მიმართ, მაგრამ აი კონკრეტულად მამუკას და ბატონის მიმართ კიდევ უფრო მეცინება, როდესაც არანაირი შემთხვევა არასოდეს არც ერთ აქ ნახსენებ ბრალთან, არც ერთთან არ ქონია. ბრძოლა გაგრძელდება ყველა სამართლებრივი პოლიტიკური მექანიზმით. დასანქცირებაზე მუშაობთ და მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას. რომ მათ შეეხოთ სანქციები ვიზებთან დაკავშირებით, ფინანსებთან დაკავშირებით, ქონებასთან დაკავშირებით, ყველანაირად მოხდეს მათი შევიწროება, ამას ვაკეთებდით, ახლაც ვაკეთებთ და მომავალში კიდევ უფრო დიდი ინტენსივობით გავაკეთებთ ყველანი. მართალი გუნდის წევრები კი ოპონენტებს ახსენებენ ხელისუფლების დამხობისკენ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს და მოწოდებებს, ასევე ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ის, რაზეც გენერალურმა პროკურორმა გუშინ ისაუბრა, გამყარებული არის მტკიცებულებებით და ამ ყველაფერს პარალელურად საზოგადოება პირდაპირ ეთერებშიც კი უყურებდა წარსულში. რა ბრალზეც პროკურატურამ ისაუბრა, ეს არის ფაქტები, რომელსაც წლების მანძილზე და ათწლეულების მანძილზე ქართული ხალხი თავად უყურებს და უკვე მოწადინებულია, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველა დამნაშავე დაისაჯოს. წარმოუდგენელია, როდესაც ეს ადამიანები მთელი ამ წლების მანძილზე არა თუ კონკრეტული ქართული ოცნების რომელიმე წარმომადგენელს, არამედ საქართველოს აზიანებენ, ჩვენ ქვეყანას უთხრიან ძირს და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეკონომიკიდან დაწყებული სხვა საკვანძო მიმართულებები ჩამოინგრეს ჩვენი სახელმწიფო, ამ ფონზე მათ გაუვიდეთ ეს დანაშაულები, ამიტომ დადგა დრო, როდესაც საკონსტიტუციო სარჩელთან ერთად თითეული მათგანის დანაშაული უნდა იყოს ცხადად გაცხადებული, ამას უნდა მიეცეს არა მხოლოდ პოლიტიკური შეფასება, რომელსაც ფაქტიურად ყველა არჩევნების თუ სხვადასხვა პოლიტიკური პროცესების დროს აძლევს ქართული ხალხი, არამედ უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, რაზეც მიხარია, რომ შესაბამის მოუწყებებმა დაიწყეს გამოძიება. კარგად ცნობილია საზოგადოებისთვის ეს ძალები და ეს ადამიანები წლების განმავლობაში რა პოლიტიკასაც ეწეოდნენ. ეს კარგად ჩანს მათი განცხადებებიდან, მათი ქმედებებიდან, როგორ მოუწოდებდნენ საზოგადოებას აჯანყებისკენ, ხელისუფლების დამხობისკენ, როგორ ეწეოდნენ საბოტაჟს წლების განმავლობაში, როგორც არა მარტო განცხადებებით, არამედ ქმედებებით. უბრალოდ ამას გუშინ მთავარი პროკურატურის მხრიდან მათ ქმედებებს მიეცა რეალურად დანაშაულის კვალიფიკაცია, ამ საკითხთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, რომელიც ეფუძნება კონკრეტულ მტკიცებულებებს, ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას და უნდა დაველოდოთ სასამართლოს. პროკურატურამ 8 ოპოზიციონერის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ გუშინ განაცხადა, ბრალდებულები ახლა სასამართლოს პირველი სხდომის მოლოდინში არიან. მადლობა ლიკა, თქვენ უსმენდით ლიკა ალელიშვილს. სახეზია ღრმა შეუთავსებლობა და სამოქალაქო კონფლიქტი. მოვეშვათ საუბარს, რომ ერთნი ვართ. წერს ვივამედიდან პატიმარი სააკაშვილი. მუქარა, ჩარეცხვა, განადგურება, ოპონენტების გაქრობის დაპირება. მორიგი წერილი ახალი ბრალდების წარდგენის შემდეგ გამოქვეყნდა. სააკაშვილი წერს, რომ არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს. ლიდერის მოსაზრებებს იზიარებენ ნაციონალურ მოძრაობაშიც. მართველი გუნდისთვის კი სააკაშვილის წერილი ზნედაცემული ადამიანის მავნებლობა. ქართულ ოცნებაში ნაციონალური მოძრაობის დაბალ რეიტინგს სწორედ ამ შინაარსის განცხადებებით ხსნიან. უფრო ვრცლად რა პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა სააკაშვილის პოსტს, ამას ლუკა ჩანგელიასგან გავიგებთ. ლუკა, გისმენთ.
ესო მიხეილ სააკაშვილმა საკმაოდ ვრცელი პოსტი სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა და ამ განცხადებაში არაერთ დანაშაულში ბრალდებული და მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი ამბობს, რომ ერთიანი საქართველო არ არსებობს. ერი არის ორად გაყოფილი, ერთ მხარეს დგანან ოპოზიციის მხარდამჭერები, ხოლო მეორე მხარეს ხელისუფლების მხარდამჭერი ჯგუფები ხას უსვამს. მიხეილ სააკაშვილი მისი აზრით იმ ფაქტსაც, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები უმრავლესობაში არიან, თუმცა არაფერს არ ამბობს მაგალითად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, რამაც დაადასტურა, რომ ქართულ ოცნებას მხარს 1,200,000-ზე მეტი ადამიანი უჭერს. პარალელურ რეჟიმში სააკაშვილი ასევე ანონსებს ქვეყანაში ოპოზიციის ოპონენტების გაქრობასაც. ექს-პრეზიდენტი ამბობს, რომ შეუძლებელია ერთ მიწაზე თან არსებობდნენ ის ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთთან კონფლიქტში მოდიან და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ თუ ხელისუფლებაში ოპოზიციური ძალები დაბრუნდებიან, მაშინ ვერც ერთი ის ადამიანი, რომელიც მათი საწინააღმდეგო აზრის მატარებელი იქნება, ქვეყანაში ვერ დარჩება. სააკაშვილის განცხადებით ოპოზიცია და ოპოზიციის მხარეს მდგომი ადამიანები ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებს აკეთებენ და ზოგადად სიკეთეს წარმოადგენენ, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც მხარს ქართულ ოცნებას უჭერენ, არიან ბოროტი იდეების მატარებელები. ახლა უნდა მივხვდეთ ერთ რამეს, ჩვენ და მათ ერთ ქვეყანაში არ დაგვედგომება. არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს. არის ორი ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო. სახეზეა ღრმად შეუთავსებლობა და სამოქალაქო კონფლიქტი. მოვეშვათ საუბარს, რომ ერთნი ვართ, ამიტომ ქართველებს გვმართებს ძალის მოკრება, კიდევ მეტი გამბედაობა და გრუზინების უღლის მოშორება. გამარჯვების შემდეგ წინ გვაქვს ხანგრძლივი დეგრუზინიზაციის პროცესი, რათა აღარასდროს დაუშვათ მათი აღზევება, ასე რომ მოვეშვათ საუბარს, რომ ერთნი ვართ ყველანი. ამ ეტაპზე ჩვენი და მათი შერიგება ვერ მოხდება. ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ხანგრძლივ პროცესს ანონსებს, რომლითაც იმ ძალების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა დაიწყოს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყანაში ოპოზიციის გეგმებსა და პოლიტიკას. ამას უკვე გამოეხმაურნენ ქართულ ოცნებაში, საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ სწორედ მსგავსი ზრახვებისა და ბოროტი დანაშაულებების გამო ზის ახლა მიხეილ სააკაშვილი ციხეში და ამიტომ მიესალმება ქართველი ხალხი სხვა იმ ოპოზიციური პოლიტიკოსების დაპატიმრებასაც, რომლებიც ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას დამხობისა და ძალადობრივი ფორმებით აპირებენ. ამ პოსტში არაფერია გასაკვირი, სწორედ ამ პოსტის სულისკვეთების გამო არის, რომ მიხეილ სააკაშვილი, მისი თანამოაზრეები, მისი დანაშაულებრივი პარტია ისჯება ქართული ამომრჩევლის მხრიდან, ეს დასჯა არის ყოველი არჩევნები, როდესაც ქართული ხალხი ირაზმება და ესე მიზანმიმართულად მათ წინააღმდეგ აძლევენ ხმას. ამიტომ გააგრძელოს ესეთი პოსტების წერა, პრინციპში ადამიანი ალბათ ვერ სწორდება, თავისი მახინჯი შინაარსიდან ვერ გამოდის და ზნედაცემული ადამიანი მუდმივად აგრძელებს თავის ამ მავნებლობას და ბოროტებას. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს და გვაჩვენებს, რომ სწორია ყველა თითეული ქართველი ამორჩევლის გადაწყვეტილება, როდესაც ისინი სწორედ ნაციონალური მოძრაობის გასამართლებას, ამ ბოროტმოქმედი და დანაშაულებრივი ადამიანების დასჯას და მათი საპატიმროში ყოფნას უჭერენ მხარს. მიხეილ სააკაშვილის ვრცელ პოსტს, რომელიც არაერთი ძალადობრივი და მუქარის შემცველი განცხადებით არის აღსავსე, მიესალმებიან და იზიარებენ ნაციონალურ მოძრაობაში, ხოლო სხვა პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიებში, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობასთან ამ დრომდე თანამშრომლობენ, ამ საკითხზე განცხადებები ჯერჯერობით არ გაკეთებულა. მადლობა ლუკა, თქვენ უსმენდით ლუკა ჩანგელიას. ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებზე, ევროკავშირთან ურთიერთობაზე და ბრიუსელის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულებაზე პრემიერ-მინისტრმა ტერტე ვოლფთან ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა. ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტმა თბილისში ოქტომბერში განვითარებულ მოვლენებზე, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებსა და დასავლეთთან ურთიერთობებზე დაუსვა შეკითხვა. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა გარე აქტორების მხრიდან წახალისებულ ძალებზე და რევოლუციის მცდელობებზე. ირაკლი კობახიძის განცხადებით ქვეყნის განვითარების გასაღები სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნებაა. დღეს ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა გვაქვს და ვფიქრობ, რომ საქართველოში სტაბილურ გარემოს შევინარჩუნებთ, რაც ქვეყნის განვითარების გასაღებია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი გამოწვევის წინაშე დავდექით, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ქვეყანაში გადატრიალების 5 განსხვავებული მცდელობის წინაშე აღმოჩნდით, მაგრამ ახლა სიტუაცია სრულიად სტაბილურია და ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით სიტუაციის სტაბილიზაცია მოვახერხეთ. ოპოზიცია ძალიან დასუსტდა ბოლო რამდენიმე
რამდენიმე წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯების გამო. ახლა ჩვენ გვაქვს სტაბილურობა. მომდევნო 3 წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია სრულად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე. მიუხედავად ყველა იმ მცდელობისა, იმ ტურბულენტობისა, რაც ქვეყანამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განიცადა, ჩვენ ეკონომიკური განვითარების ძალიან მაღალი ტემპი ვაჩვენეთ და ახლა სრულად ამაზე ვართ კონცენტრირებულები. ზოგიერთმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ თქვენი მთავრობა დემოკრატიულ უკუსლაში დაადანაშაულა. დიდი ყურადღება დაეთმო თქვენს კანონპროექტს უცხოელი აგენტების შესახებ. ეს შეიძლება იყოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დასასრული. რა სიტყვით? 2 წლის წინ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც განსხვავდება ახლახან მიღებული ფარას კანონისგან, რომელიც ამერიკული კანონის ასლია. ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, რომელიც მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება. ამ კანონით გათვალისწინებული ერთადერთი ვალდებულება არის ყოველწლიური ანგარიშგება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო ორგანოებისთვის ფინანსური ანგარიშგება. სულ ეს არის. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში სხვადასხვა წყაროდან შემოდიოდა დიდი რაოდენობით დაფინანსება, რომელიც მხოლოდ ქვეყანაში ამ რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ახლა ტრამპის ადმინისტრაციამაც დაადასტურა USAID-სა და სხვა ინსტიტუტების მეშვეობით განხორციელებული ამ ტიპის ნეგატიური პრაქტიკა და გვიხარია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სრულად დახურა ეს ორგანიზაციები შეერთებულ შტატებში. რაც მოგვიანებით გავაკეთეთ, როდესაც ვნახეთ ეს კრიტიკა გამჭვირვალობის შესახებ კანონთან მიმართებით, არის ის, რომ ჩვენ დავაკოპირეთ ამერიკული ფარას კანონი. ეს არის ზუსტი ასლი, მაგრამ ისინი კვლავ აკრიტიკებენ მას. ამიტომ ეს ჩვენთვის ნამდვილად სასაცილოა, უბრალოდ სასაცილოა. თქვენ ცოტა ხნის წინ ევროკავშირი თქვენი მთავრობისა და კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულეთ. ეს დიდი ბრალდება. რატომ უნდა ცდილობდეს ევროკავშირი ამის გაკეთებას? არსებობს თუ არა რაიმე მტკიცებულება? არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა. მაგალითად, სულ ბოლო 4 ოქტომბერს საქართველოში მომხდარი გადატრიალების მცდელობამდე, როდესაც ოპოზიცია ცდილობდა ძალადობრივად შეჭრილიყო პრეზიდენტის შენობაში, ევროკომისიის ოფიციალურმა სპიკერმა, პრესპიკერმა მხარი დაუჭირა ამ აქციას, სახელწოდებით მშვიდობიანი გადატრიალება. ასე რომ, ეს არის ფაქტები. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებშია საქართველოში რევოლუციების მხარდაჭერა, მაგრამ არსებობს გარკვეული ძალები, რომლებიც სამწუხაროდ უარყოფითად მოქმედებენ ევროპულ ბიუროკრატიაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალდამცველებმა სულ 6 პირი აიყვანეს, მათ შორისაა მანანა გიორგობიანი. საქმე ეხება 2 ნოემბერს ერთ-ერთ სუპერმარკეტის თანამშრომლებზე განხორციელებულ თავდასხმას. ბრალდებულმა გვიან ღამით სუპერმარკეტის 2 თანამშრომელზე რამდენიმე პირთან ერთად ჯგუფურად იძალადა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის ვინაობა დაადგინეს და ისინი ბრალდებულების სახით დააგავეს. რამდენიმე საათში თბილისის საქალაქო სასამართლო მანანა გიორგობიანის აღკვეთის ღონისძიების სახეზე იმსჯელებს. დაკავებულს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობას ედავებიან. არ არის გამორიცხული, დღესვე წარსდგნენ სასამართლოს წინაშე სხვა დაკავებულებიც. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიების მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურემ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ბუპრენორფინი და ალფა-პვპ, რომელსაც ავტომობილში უკანონოდ ინახავდა. სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომანქანის შხრეკისას ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცება დამოიღეს. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქვემოქართლში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელკვალზე დააკავეს წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლები პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულსა და მოკლულს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც მამაკაცმა დაკარგა წონასწორობა, დაგორდა კიბეზე, დაეცა ბეტონის ფილაზე და მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლის ეზოში დამარხა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აზიის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებში ტაიფუნ კალმაეგის 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები 100-ზე მეტს დაკარგულს ეძებენ. ყველაზე რთული ვითარება ფილიპინებში და ვიეტნამშია. საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული კამბოჯაში და ლაოსშიც. სტიქიის გამო საკუთარი საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია 500-1000-მდე ადამიანს. განადგურებულია 1000-ობით საცხოვრებელი სახლი. ელექტროენერგია არ მიეწოდება მილიონზე მეტ მომხმარებელს. რუსეთმა დნიპროს ოლქს შეუტია. უპილოტო საფრენი აპარატებით საცხოვრებელ სახლებზე თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. აფეთქება იყო ზაპოროჟიესიც. დაზიანებულია მრავალსართულიანი კორპუსები და საბავშვო ბაღი. არიან დაშავებულებიც. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. აფეთქების ხმა ისმოდა ღამით ოდესისა და სუმის ოლქებშიც. ამავე დროს ცნობილი ხდება, რომ ფრონტზე პოკროვსკის მიმართულებით რუსეთის არმია განსაკუთრებით გააქტიურებულია. უკრაინული ანალიტიკური პლატფორმის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა აღნიშნულ ტერიტორიაზე 100-მდე შეტევით ოპერაცია განახორციელა. სამხრეთ ლიბანზე საჰაერო დარტყმები მიიტანა ისრაელმა. იერიში სამიზნედ დაჯგუფება ჰეზბოლას ობიექტი სახელდება, რომლებიც ცახალის განცხადებით ლიბანის სამხრეთ ნაწილში საკუთარი ძალების აღდგენას ცდილობდნენ. საჰაერო იერიშებს წინ უძღოდა ისრაელის მხრიდან გაფრთხილება და ევაკუაციის ბრძანება ერთდროულად სამ ადგილზე. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაიჭრა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრებს მუნიციპალიტეტის ახალ არჩეული მერები, საკრებულოს თავმჯდომარები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. სულხან თამაზაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია თვითმმართველობებთან მაქსიმალური კოორდინაცია, მოქალაქეებზე ორიენტირებული სერვისების განვითარება და საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი უმაღლესი განათლების რეფორმაზე იყო საუბარი რექტორთა საბჭოზე. შეხვედრას, რომელიც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა, განათლების მინისტრი, სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელ პირები დაესწრნენ. განიხილეს ასევე სხვადასხვა მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა რექტორთა საბჭოს სხდომა. სხდომას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმ თვალსაზრისით, რომ განათლების ფუნდამენტური რეფორმა უკვე საწყის ეტაპზე იმყოფება და ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა ბევრი მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო საკითხი. პრემიერმა დაანონსა და საჯაროდ წარადგინა უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია, რომელთან დაკავშირებითაც პრემიერის უშუალო ჩართულობით რამდენიმე შეხვედრა შედგა, როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებთან, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. ახლა კი ჩვენ უკვე მოგვეცა შესაძლებლობა, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობას ქონოდა შეხვედრა, როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე კერძო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან, სადაც განვიხილეთ ყველა ის ასპექტი, ყველა ის მიმდინარეობა, ყველა ის კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც ამ დოკუმენტში არის ასახული. კურიერი 12-ზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს 3 საათზე შევხვდებით. მანამდე კი ყველა სიახლეს გაეცანით რუსთავი 2.ჭ-ზე.